მოგესალმებით, მე გახლავართ გურამ შხატარაშვილი, არქეოლოგი, ბათუმის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. ეს ძეგლი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, საისტორიო საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ეს არის სოფელ ქობულეთის მეზოლითური პერიოდის ნამოსახლარი. პრეისტორიისთვის აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში ცნობილმა არქეოლოგებმა ნინო ბერძენიშვილმა და ლამარა ნებიერძემ სადაზვერო სამუშაოების დროს მდინარე კინტრიშის პირას აღმოაჩინეს კაჟისა და ოფსიდიანის იარაღები და მათი წარმოების ნაშთები. 73-86 წლებში სოფელ ქობულეთის კვლევა განაგრძო და მეტად ნაყოფიერი სამუშაოები ჩაატარა არქეოლოგმა სერგო გოგიდიძემ, რომელმაც გაიზიარა წინა არქეოლოგების, ასე ვთქვათ, მოსაზრება ძეგლის პერიოდთან დაკავშირებით, ანუ ძეგლის დათარიღებასთან დაკავშირებით და იგი გვიან მეზოლით ადრე ნეოლითის ხანით დაათარიღა. საქართველოს პრეისტორიული ეპოქის, ასე ვთქვათ, არქეოლოგიურ პერიოდიზაციაში ეს არის დაახლოებით ძველი წელიწადის მე-9-მე ათასწლეული. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით მოგვეცა შესაძლებლობა, რომ 23 წლიანი, ასე ვთქვათ, პაუზის, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ გაგვეგრძელებინა არქეოლოგიური სამუშაოები სოფელ ქობულეთში. გარდა არქეოლოგებისა, ჩვენ ჩართული გვყავდა საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტები. ეს იყო პალეონოლოგი, რომელიც მათ შეისწავლა კულტურულ ფენაში აღმოჩენილი მცენარის მტვრიანა და განსაზღვრა თუ რა მცენარეები ხარობდა იმ დროს ამ ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანი იყო ასევე გეოქიმიკოსის მონაწილეობაც, იმიტომ რომ აქ ჩვენ ძირითადად კაჟის და ოფსიდიანის მასალა გვაქვს დადასტურებული და მათგან მთლიანი მოცულობის დაახლოებით 40% მოდის ოფსიდიანზე. საერთოდ უნდა ითქვას, რომ დღემდე აღმოჩენილი არის სადღაც 35,000-მდე არტეფაქტი და აქედან დაახლოებით 15,000-მდე ოფსიდიანია. ჩვენ ოფსიდიანის შესახებ ვიცით, რომ ეს არის ვულკანური წარმოშობის მინა და იმის გათვალისწინებით, რომ აი ამ არა მარტო კინტრიშის ხეობაში, არამედ რეგიონშიც ვულკანური წარმოშობის, ვთქვათ, მთა არ გვაქვს, უნდა ვიფიქროთ, რომ იგი აქ მოტანილი პროდუქტია, ანუ აქ მოიტანეს ოფსიდიანი. ეხლა რატო ირჩევდნენ ოფსიდიანს იმდროინდელი ადამიანები? იმიტომ რომ ადვილად მსხვერვადია, ანუ კარგად ხდებოდა მისი დამუშავება, საკმაოდ ბასრი და ესეთი წვრილი გვერდებით გამოირჩევა და საკმაოდ კარგი იარაღები მზადდებოდა და როგორც ჩანს, უძველესი ადამიანი ამას დიდ ყურადღებას აქცევდა. როდესაც გეოქიმიკოსმა ჩაატარა ესე იგი ოფსიდიანის ანალიზი ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოვლინდა, რომ აქ ოფსიდიანი უძველეს ადამიანს მოუტანია ჯავახეთის რეგიონიდან, რომელიც პირდაპირი ხაზით, ეს არის 220 კილომეტრი პირდაპირი ხაზით. გამოვლინდა ასევე მეორე წყარო მომარაგების, ეს არის სარიყამიშის ჰამამლის ჩრდილოეთი ჯგუფის ოფსიდიანის საბადო, რომელიც ასევე დაახლოებით 300 კილომეტრამდე არის პირდაპირი ხაზით და მესამე წყარო ოფსიდიანის იყო ჩრდილოეთ კავკასია. როგორც ჩანს, იმდროინდელი ადამიანი იყო ესეთი მობილური, გადაადგილდებოდა და აქტიურად კონტაქტობდა ოფსიდიანით მდიდარ რეგიონებთან. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ იმდროინდელი ადამიანი, ასე ვთქვათ, ოფსიდიანი მისთვის ყოფილიყო, ასე ვთქვათ, გაცვლა-გამოსვის პროდუქტი. მოკლედ, ამ ინტერდისციპლინური კვლევების ფარგლებში 2019 წელს განხორციელებული არქეოლოგურმა სამუშაოებმა ძალიან საინტერესო მონაცემები მოგვცა. ამასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო მიკროსკოპული ტრასოლოგიური ანალიზის ჩატარება თითოეულ, ასე ვთქვათ, არტეფაქტზე. ტრასოლოგიური დასკვნით ეს არის მონადირეთა, ასე ვთქვათ, სადგომი. ამას რომ შეუპირისპიროთ არქეოლოგიური ნაწილიც, ანუ ჩვენი დასკვნაც, ტიპოლოგიურადაც იარაღებიც არის იმ რაოდენობის და იმ სახის, რომ ის უნდა ყოფილიყო აშკარად
მონადირეების, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით არის საჭრისები, არის პატარა მიკრო იარაღები, მიკროლამელები, რომლებიც გამოიყენებოდა სასროლი, სატყურცნი იარაღების ჩასართებად, აი როდესაც პიროყოფილი ადამიანი მიდიოდა სანადიროდ, ასე თქვათ, იმას სპეციალურად ქონდა ჩასმული ბუდეებში ეს მიკროიარაღები, ნადირობას რომ უფრო წარმატებული სახე მიეცა, აი ესეთ იარაღებს, შედგენილ იარაღებს ქმნიდნენ. ანუ ჩვენმა დასკვნამაც ფაქტობრივად გაიზიარა ტრასოლოგიის ეს მოსაზრება. რაც თავარია ასაკი. იმიტომ რომ ნებისმიერ არქეოლოგს პირველ რიგში აინტერესებს გარდა იმისა, რომ ძეგლი გათხაროს და შეისწავლოს, აღმოაჩინოს მასალა, ასევე უმნიშვნელოვანესია ამა თუ იმ ძეგლის დათარიღების საკითხი. არქეოლოგიაში ჩვენ ვიცნობთ დათარიღების ორ მთავარ სისტემას. ეს არის აბსოლუტური დათარიღება სისტემა და არის, ასე ვთქვათ, შეფარდებითი. აბსოლუტური დათარიღება ეს არის ასევე მნიშვნელოვანი არქეოლოგიისთვის, როდესაც ხდება, ასე ვთქვათ, ორგანული და არაორგანული ნიმუშების აღება, რომ მოხდეს მისი, ესე იგი, ზუსტი ასაკის დადგენა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჩვენი რეგიონი აჭარა და კონკრეტულად აი ეს კინტრიშის ხეობა სუბტროპიკულ ზონაშია, სადაც ესე იგი ნესტიანი ნიადაგია, ამის გამო ძლოვანი მასალა არ გადარჩენილა. ანუ ჩვენ რეალურად, როდესაც საუბრობთ იმდროინდელ ადამიანებზე და იმ ადამიანის საქმიანობაზე, ჩვენ მხოლოდ კაჟის და ობსიდიანის იარაღები გვაქვს. სხვა ფაქტობრივად არაფერი არ შემორჩენილა. ეხლა საუბრობდე იმდროინდელ მონადირეებზე და არ ქონდეს ძლოვანი მასალა, რაზეც ნადირობდნენ ეს ადამიანები და უფრო მეტი ამაზე ვერ ისაუბრო. ნუ ალბათ არ იქნებოდა საკმარისი, მაგრამ ნიადაგმა არ შემოინახა. ამიტომ, როდესაც ჩვენ გვინდოდა აბსოლუტური მეთოდით დათარიღება გამოგვეყენებინა, ეგრეთ წოდებული C14, ანუ რადიოკარბონული ანალიზი, ჩვენ მხოლოდ გაგვიმართლა იმაში, რომ ხის ნახშირები იყო დიდი რაოდენობით, ანუ ხის ნახშირები გადარჩა. და თითოეულ ორმოში აქ, რომელიც ჩვენ დაახლოებით 60-მდე ორმოა დაფიქსირებული, იმ ორმოებში ხის ნახშირების შევაგროვეთ, გავაგზავნეთ სხვადასხვა ლაბორატორიაში, ამ ანალიზის თანახმად მე-10-მე-9 ათასწლეულით განისაზღვრა. მაგრამ არის კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ფრაგმენტი ნახშირებისა, რომელიც იქ შემოსასვლელში დიდ ორმოში იქნა დაფიქსირებული, ის არის ძველი წელთაღრიცხვის მე-11 ათასწლეულიც, ანუ უფრო ადრინდელია. მოკლედ, მომავალში კვლევები გრძელდება ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ამ ჩვენი ინტერდისციპლინური თანამშრომლობით ძალიან ბევრი საინტერესო სურათი შეგვეკრება, იმიტომ რომ არქეოლოგიისთვის დღეს სასწრაფოდ მნიშვნელოვანია საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტების ჩართულობა და მათთან კოლაბორაცია. ამიტომ აი ეს მოკლედ რაც გვაქვს ახლა ამ დროისთვის ეს ინფორმაცია მოგაწოდეთ, უფრო ვრცელი გამოცემულია სხვადასხვა ჟურნალებში და რესიარჩ გეიძე და აკადემია ედუზე, ჩემს პროფილზე შეგიძლიათ თქვენ დიდი რაოდენობით შესაბამისი პუბლიკაციები იხილოთ და მე ალბათ ჩემი მხრიდან მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ სტუდენტებს, რომლებიც ჩართული არიან პირველივე წლიდან ჩვენს ექსპედიციებში, როგორც ისტორიის, ისე არქეოლოგიის მიმართულებით. ხედავთ, რომ აშკარად მეტი, ასე ვთქვათ, არის გასაკეთებელი კიდევ ამ მიმართულებით, რომ პოპულარიზაცია მაქსიმალურად გაუწიოთ ჩვენს დარგს და მიმართულებით და განსაკუთრებით ქვის ხანის არქეოლოგიას, იმიტომ რომ მეტად რთული და ასე ვთქვათ, ძნელი სამუშაოა, მაგრამ ამავდროულად ხედავთ ალბათ და თქვენს რწმუნებით, რომ ძალიან საინტერესოც. და თუ თქვენ დაგაინტერესებთ მეტი არქეოლოგიის შესახებ, ეწვიეთ მუზეუმს, ესაუბრეთ არქეოლოგს და მობრძანდით არქეოლოგიურ გათხრებს.